ძალიან დიდი ხანი ოცნებობდი რაღაცეებზე, ძალიან ბევრს ფიქრობდი მაგ რაღაცეებზე, როგორ ასრულდებოდა შენი სურვილი, როგორ გინდოდა რომ ეს სურვილი ასრულებულიყო და როგორც იქნა დადგა ეგ ჟამი, როდესაც აი ეგ სურვილი, შენი სანუკვარი, რომელიც შეიძლება 1, 2, 10 წლის წინ საერთოდ აი იმდენად მიუღწეველი გეჩვენებოდა, რომ ვერც კი ბედავდი, რომ გეოცნება და აი დგება ეგ ჟამი, შეიძლება ეხლა, შეიძლება ცოტა მომავალში, როდესაც აი ზუსტად ეგ სანუკვარი ოცნება გისრულდება. მაგრამ ამჩნევ, რომ ამ შენი სანუკვარი ოცნების ასრულებას მოყვება რაღაცები, რაზეც მაინც და მაინც არ ოცნებობდი და ცოტათი აფუჭებს ფონს იმ შენი სურვილის შერიგებისა, რომელიც შენ გინდოდა, რომ შესრულებულიყო. ეს ალბათ ძალიან ბევრს გექნებათ ახლა დაფიქსირებული ეგეთი რაღაცა, რომ ყოველთვის ვისაც სურვილები გისრულდებათ და ნუ რაღაცა სურვილი ალბათ ყველას აგისრულდებოდათ, რომ აი რაღაცა პატარა ისეთი ხინჯი პირობითად მოყვება ხოლმე ამ თქვენი სურვილის შესრულებას, რომელიც მაინც და მაინც არ გინდოდათ და მაინც და მაინც არ ოცნებობდით. აი მაგალითად ვიღაცაც ხო ოცნებობდა ვთქვათ დაოჯახებაზე და აი მართლა იდეალური მამაკაცი შეგხვდათ ან ქალბატონი, აი ზუსტად ისეთი როგორიც გინდოდათ, ზუსტად ისეთი როგორიც გჭირდებოდათ და აი ჭკუას რო კეტავდით თქვენს წარმოდგენებში, აი ზუსტად ესეთი ზღაპრიდან გადმოსული პარტნიორი გერგოთ, მაგრამ მაგალითად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მაინც და მაინც კარგი ოჯახი არ ყავს, ან მის ოჯახს თქვენთან ცუდი დამოკიდებულება აქვს, ან ნებისმიერი სხვა პატარა ხინჯი შეიძლება მოყვებოდეს. ამას და მერე აქ იწყება პრობლემები, იმიტომ რომ იციკლებით იმ პატარა ხინჯზე, რომელიც მოყვება, მერე შედიხართ ეჭვებში, რომ აი მე მაინც და მაინც ესე კი არ მინდოდა და მე მარტო კარგი მინდოდა და ეს პრობლემა ეხლა რატომ მაქვს. მერე ადამიანები როგორც ყოველთვის ვეჭეჭვებით იმ ნეგატიურს, რაც არ მოგწონს და იმ მილდს და სასწაულს, რომელიც გვერგო საჩუქრად დააგვისრულდა ოცნება, იმას მერე ვეღარ ვირგებთ ხოლმე, იმიტომ რომ ის ხინჯი რაღაცა პატარა, რაც ამას მოყვება, დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეც ვფიქრობთ მაგ პატარა ხინჯზე და რაც უფრო მეტად შევდივართ მაგ პატარა ხინჯთან ურთიერთქმედებაში, ეგ იმდენად აფუჭებს ფონს, რომ იმ ჩვენ ახდენილ საოცრებასაც ვეღარ ვირგებთ ხოლმე. აბა რამდენისთვის არის ნაცნობი ეს სიტუაცია და დამიწერეთ კომენტარებში რა სიტუაცია იყო, რაზეც ოცნებობდით, რომელიც აგიხდათ, მაგრამ აი თლად ისე არა როგორც გინდოდათ და აი რაღაცა პატარა ხინჯი იმ თქვენს ახდენილ ოცნებაში აუცილებლად მონაწილეობს და როგორც ყოველთვის წესით ასეა ხოლმე სწორედაც რომ ეხლა მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი ისტორია არის და ზოგადად ყველაფერში, რაც გარესამყაროში მესმის ხოლმე, ჩემი ტვინი ისე არის მიჩვეულ, რომ ყველაფერში რაღაცა ფილოსოფია დაინახოს და აზრი, იმიტომ რომ ჩემთვის სამყარო ასეთია, ყველაფერს აქვს აზრი და ყველაფერში არის ფილოსოფია. და ხანდახან ადამიანები ისე რომ საერთოდ არ არიან ფილოსოფოსები და საერთოდ არაფერს ჭკვიანურს არ ამბობენ, შეიძლება ესე ძალიან ლოკალურად და მარტო ერთ ჯერად გადაკვეთაში ისეთი დიდი სიბრძნე თქვან ხოლმე, რომ აი მთლიანად ცხოვრებისეული ხედვა შეგიცვალოს. ხო და ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო, ჩემთვის უცნობი ადამიანი, რომელსაც დღესდღეობით საერთოდ არ ვიცნობ და მართლა ერთჯერადად მქონდა გადაკვეთა და შეიძლება ეს ადამიანი საერთოდაც არ არსებობს და იმ მომენტში დაგენერირებული ადამიანი იყო, რომელსაც ეს სიტყვები უნდა ეთქვა. ეხლა ვიცი, რომ ყველა თქვენთაგანი ელოდებით რაღაც ძალიან დიდ სიბრძნეს მეტყო და ისეც მარტო გურუები რო ამბობენ ხოლმე და რაღაც ძალიან ჩასაწვდომს და ძალიან ფილოსოფიურს, მაგრამ ასე საერთოდ არ არის. ძალიან მარტივი რაღაცა თქვა ამ ადამიანმა. სიტუაცია იყო ასეთი, რომ მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ლისიასული, კაფეში ვიჯექით და ვარჩევდით მენიუდან რაღაცა საჭმელებს, ხო და ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ძალიან მოეწონა რაღაცა კერძი. და ამ კერძის გარნირად მოდიოდა ბრინჯი. სხვა ვარიანტი არ იყო. და როდესაც მიმტანს უთხრა, რომ აუ ვიცით რა, მეო ბრინჯი არ მიყვარსო და სხვა რამე გარნიერი ხო არ აქვსო, თუ მარტო ბრინჯით არისო და კიო მარტო ბრინჯით არის, მაგრამ რა პრობლემაო, თუ არ გიყვარსო, ნუ შეატანო. და იმ მომენტში ძალიან ბევრი ვიცინეთ მართლა, იმიტომ რომ ისეთი სპონტანური, ისეთი სხარტი და ძალიან ლოგიკური პასუხი იყო ამ პატარა ახალგაზრდა ბიჭის მიერ, აი ნუ რა პრობლემა არის? ანუ ადამიანმა ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა. ანუ არ გიყვარს ბრინჯი? ანუ კერძი მოდის ბრინჯთან ერთად და ნუ შეატან ამ ბრინჯს, თუ არ გიყვარს, ხო და
იმ მომენტში მოკეთ ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ და თითქოს და რაღაცა იუმორისტული სასაცილო ფრაზა იყო, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს მაგ ფრაზაში, რომელიც თვითონ ამ ბიჭმა ალბათ ვერ გაიაზრა. ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიცინეთ, ალბათ გაიაზრო რაღაც ძალიან სასაცილო თქვა, მაგრამ ამ სასაცილო ფაქტის უკან ძალიან დიდი ფილოსოფია და დიდი აზრი იდო და დევს. არ ვიცი ეს ადამიანი ვინ არის, იმის მერე ცხოვრებაში არ მინახავს ხო და არ ვიცი თუ თავის თავს იცნობს ოდესმე, მაშინ იცოდეს, რომ ძალიან სიღრმისეული ფილოსოფია გვითხრა. ფილოსოფია კი არის იმაში, რომ როდესაც რაღაცა მოდის სამყაროში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში და ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, მატრიცაში, სადაც ძალიან შაუბნელი და ღრმა ტოქსიკური და ნეგატიური ენერგიებიც ტრიალებს, ხო? ძალიან ხშირად, როდესაც ძალიან კარგი რამ მოდის ჩვენთან ლანგარიზე დადებული, რაზეც ძალიან დიდხანს ვოცნებობდით, გვერდზე შეიძლება ქონდეს ბრინჯის გარნირი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გვიყვარდეს, მაგრამ იმის მეგროთ, რომ მაგაზე ჩავიციკლოთ, რომ ეს ბრინჯი ხარ რა თმინდოდა და მე ხო არ მიყვარს და აი რატო და არ მინდოდა საერთოდ და რა უბედურებაა და აი სხვა გარნირი რო ქონოდათ და მე აქ შეიძლება რომ დაუძახოთ მენეჯერს და აი მე ეს რატო გაქვთ მარტო ბრინჯის გარნირით მე იქნებ კარტოფილის პიურე მინდოდა და აი რატო არ გვითვალისწინებთ და აი ხო ხვდებით ხა ვაბუქებ რა თქმა უნდა სიტუაციას იმიტომ რომ თქვენი პრეტენზიები სამყაროსთან მიმართებაში შეიძლება, ნუ იქამდე მივიდეს, რომ მართლა მენეჯერიც მოახსნევნოთ მაგ რესტორნის თუ კაფის, ხო? და ამაში ჩაერთოს თქვენი ემოციებით, მერე გაბრაზდეთ, მერე მეგობრებში განიხილოთ კიდე მთელი იმ დღის განმავლობაში, რომ ეს რა რესტორანია და აქ მეორეჯერ აღარ მიხვალთ და ეს რა დამოკიდებულებაა და საქართველოში ხო სერვისი არ მუშაობს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მერე წახვალთ სახლში, მერე მოუყვებით თქვენი ოჯახის წევრებს, რომ ეს რა იყო და იქ არასდროს არ წახვალთ და მერე ორშაბათი რო გათენდება და წახვალთ სამსახურში მოუყვებით თანამშრომლებს, რომ ეს რა იყო და ეს როგორი დამოკიდებულება აქვს და აი ამიტომ საქართველოში ვერაფერი ვერ განვითარდება და მერე გადახვალთ მთავრობაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეხლა მე ვუტრირებ იმ ფიქრთა სვლას და იმ მოქმედებების სვლას, რომელსაც თვითოული ჩვენთაგანი ვაკეთებთ ხოლმე, როდესაც რაღაცა არ გვაკმაყოფილებს ხოლმე. და რეალურად კიდე იმ გარნიერის გარდა მთავარი კერძი, რაც მოდიოდა, შეიძლება იყოს ზუსტად ის თქვენი საოცნებო სურვილი, რომელზეც ოცნებობდით, რომ აგსრულებოდათ და აი ყველაზე გემრიელი რამ, რაც შეიძლება ცხოვრებაში ოდესმე გაგისინჯავთ და მიგირთმევიათ. მაგრამ იმის მაგერად, რომ მაგაზე გავაკეთოთ ფოკუსირება და ვისიამოვნოთ და უბრალოდ არ შევატანოთ ის ბრინჯი, არა ადამიანის გონებას უყვარს, რომ აი ბრინჯზე გააკეთოს აქცენტი და ამაზე ილაპარაკოს სახლშიც, სამსახურშიც და მერე ყველა სიტუაციაში გალანძღოს ესა თუ ის რესტორანი, რომელშიც მარტო ბრინჯის გარნირი ჰქონდათ. და სიამთულეში ესეთი მარტივია რა, რომ ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით და ყველაფერი, რაც გვინდოდა, რომ შეგსრულებოდა, რეალურად მართლა ლანგარზე დადებული მოდის ხოლმე, რა თქმა უნდა, სწორ დროს და სწორ ადგილას, მაშინ როცა ჩვენ მზად ვართ და მაშინ როცა ჩვენ ეს ამ სურვილის ასრულება არ დაგვაზიანებს, მაგრამ ჩვენი გონება აი ეგეთ ხაფანგში გაგხლართავს ხოლმე, რომ აი არა ჩვენთვის არასასრულ გარნირზე ჩავიციკლოთ, რაც მას მოყვება ხოლმე. მერე დავიწყოთ იქ რაღაცების გარჩევა, გამორჩევები, მივიდეთ რაღაცა იურიდიულ ინსტანციებამდე, ვიღაცებს უშილოთ, რაღაცა ნეგატივებში ჩავერთოთ და ამასობაში ჩვენი სურვილი, რომელიც ლანგარზე არის მორცმეული, გამოდის, რომ საერთოდ ვერ შევირგეთ და რეალურად არანაირი აზრი არ ქონდა ამდენი ხანი, რომ ყოველ დაბადების დღეზე თუ ახალ წელს ჩვენ ამ სურვილს ვუთქვამდით, იქ მაგიდის ქვეშ ყურძნებს ჭამდით და ასე შემდეგ, რომ ეს სურვილი აგვხდენოდა. ძალიან ხშირად თუ დაფიქრდებით, აი დღეს თქვენს ცხოვრებაში რაც გაქვთ, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ეგ თქვენი საცხოვრებელი ადგილი, თქვენი შემოსავალი, თქვენი ურთიერთობების ხარისხი, თქვენი მეგობრები, ტანსაცმელი, თუნდაც თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა, აბსოლუტურად ნებისმიერი რაღაცა, რაც დღეს თქვენ გაქვთ. ოდესღაც თქვენ ამაზე ოცნებობდით, მაგრამ ახლა მაგაზე არც კი ფიქრობთ, რომ რეალურად თქვენი ოცნებები, თუნდაც პატარ-პატარა მიკრო ოცნებები არის ახდენილი, ხო? მაგალითად მე მახსოვს, რომ შაუბნელ 90-იანებში, როდესაც საერთოდ დენიც არ იყო ხოლმე, ძალიან მინდოდა და ვოცნებობდი, რომ რაიმე პატარა მოწყობილობა მქონდა, რომელშიც ფილმებს უყურებდი ხოლმე საწოლში ჩუმად ჩემთვის და დღესდღეობით ეს ოცნება ყველა ჩვენთაგანისთვის ხელმისაწვდომი არის და შეიძლება თქვენც ოცნებობდით ასეთ რაღაცაზე ბავშვობაში, არ ვიცი, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვოცნებობდი და
ასე ვთქვათ, ის რომ დღეს გვაქვს smartphone-ები და შემიძლია მართლა საწოლიდან ვუხურო ფილმებს და დენიც არის და ინტერნეტიც არის და ნებისმიერ ფილმზე ხელი მიმიწუდება, რასაც ხელს დავადებ და მარტო იმას არ ველოდები, რომ ტელევიზორში რაც გავა რომ იმას უყურო და არ ველოდები დენი როდის მოვა და ასე შემდეგ. ანუ ესეც არის ჩემი პატარა კატოს ახდენილი ოცნება, მაგრამ ამაზე საერთოდ შეიძლება რომ აი ხა სანამ ამ პოდკასტის ჩაწერას დავიწყებდი, შეიძლება ზუსტად აი ამ სასწაულზე საერთოდ არ მიფიქრია, რომ რეალურად ეს ჩემი ახდენილი ოცნება არის, იმიტომ რომ იმ პერიოდში საერთოდ წარმოუდგენელი იყო რაიმე ეგეთი მოწყობილობა, რომ ყოფილიყო მაშინ როცა ჯერ კიდევ მობილური ტელეფონები ეხლა და ეხლა შემოდიოდა და არც ინტერნეტის საშუალება ქონდა და არც მით უმეტეს ეკრანი ქონდა ფილმების აყურებლად, მაშინ ეს ნამდვილად სასწაული იყო, რომ ეგეთი რაღაცა საერთოდ წარმოგედგინა, რომ შეიძლება რომ არსებულიყო. მან ნამდვილად ოცნების საგანი იყო. ხო და როგორც ეს ამ ლისის ტბის მოკლედ ერთ-ერთი მიმტანი იყო და რომ ის რაც არ გიყვარს უბრალოდ მუშიატან და ისეამოვნე იმითი, რაც რეალურად გინდოდა და რაზეც ოცნებობდი. და ეს თეორია რომ აბსოლუტურად ყველაფერზე განვავრცოთ რა, ყველაფერი რაც დღის განმავლობაში აი ჩვენი ტვინი ხო მუდმივად ჩაცეკლულია იმაზე, რაც არ მოგწონს და აი ქუჩაში გავედი ხმაური იყო, მანქანაში ჩავჯექი საცობი იყო, რაღაცა ეზოში გავედი და მეზობლები ჩხუბობდნენ, აი ყოველთვის არის რაღაცა პატარ-პატარა ხინჯები, აი მაგალითად გუშინ ჩემთვის იდეალური ამინდი იყო, აი ყველაზე მეტად რომ მიყვარს ისეთი ამინდი იყო, აი ყველაზე მეტ შემოქმედებითობას რა აუძებს ხოლმე ჩემში, ზუსტად ეგეთი ამინდი იყო, მაგრამ ქუჩაში ბავშვები თამაშობდნენ ქუჩაში ეზოში და ეს ხმაური შემოდიოდა და რა თქმა უნდა ეს ნაწილი არ მომწონდა, მაგრამ იმის მაგალითად რომ მაღაზია მიმექცია ყურადღება, ამინდს მივაქცია უფრო მეტი ყურადღება, მუსიკა ჩავრთე და იმ ბავშვების ხმა საერთოდ არ მესმოდა და ბოლომდე ვისიამოვნე იმ ამინდით, რომელიც ჩემთვის ესეთი ახლო არის შინაგანად და ამდენ კარგ რაღაცას აღვწევს ხოლმე ჩემში. და ამაზე არ ვფიქრობთ ხოლმე და გამოდის, რომ გვემაზება ხოლმე ძალიან პატარა ბედნიერებები ყოველდღიურ ცხოვრებაში. და რეალურად ამის გაკეთება ძალიან ადვილია და ეს იმის ბრალი არ არის, რომ ადამიანები უმადურები ვართ და აი კარგს ვერ ვხედავთ. ამის ბრალი საერთოდ არ არის. ეს იმის ბრალია, რომ უბრალოდ ჩვენი ტვინი ასე არის მიჩვეული ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში დავიბადეთ და ვიზრდებით, სადაც ძალიან ბევრი ბრინჯის გარნირია, რომელიც არ გვსეოვნებს და არ მოგწონს და ამიტომ ჩვენი ტვინი რაღაცნაირად მიდრეკილია იმისკენ, რომ მაინც-და-მაინც ის დავინახოთ და იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც არ მოგწონს. და არ არის ჩვენი ტვინი გაწვრთნილი იმაზე, რომ ის გამოვიყოთ და ის აუღნიშნოთ რეალურად, რაც მოგწონს და რაც ჩვენს გულს და სულს უხარია. და იმას, რომ უბრალოდ ყოველდღე გავიღვიდოთ და ვიყოთ მადლიერები და ვიყოთ ბედნიერები იმ პატარა დეტალებით, რომელიც რეალურად გვაბედნიერებს და რეალურად ჩვენი ბავშვობის თუ არა მაინც-და-მაინც ბავშვობის პატარ-პატარა ახდენილი ოცნებები არის, ანუ მაქამდე მხოლოდ ის გვაშორებს, რომ ჩვენი ტვინი სხვანაირად გავწვრთნოთ. ამ მდგომარეობას რო უბრალოდ ადამიანი ყოველდღე ბედნიერი იღვიძებდა და თუნდაც კმაყოფილი იყო და ბედნიერი ამინდით, სიკჩიტის ჩიკჩიკით, იმითი რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ფილმს უყურო, იმითი რომ შეგიძლია მეგობარი ნახო, იმითი რომ შეგიძლია რაღაცა გემრიელი სადილი იყიდო, ხო? ან მოიმზადო, ანუ ამ ყველაფერს რომ აი ესეთ პატარ-პატარა რაღაცებში ვიყოთ ბედნიერები, მაგას საერთოდ არ ჭირდება, რომ რა ვიცი 8 საათი დღეში ვმედიტირებდეთ და გავსხივოსნეთ, რომ მაგ ყველაფრის დანახვა შევძლოთ. ეს არის უბრალოდ მარტივი ბიოლოგიური ამბავი. უბრალოდ ტვინი, ანუ ტვინის ასე ვთქვათ ნეირონული ხაზები არის ისე დალაგებული ჩვენ ტვინში, რომ მაინც-და-მაინც ნეგატიური დავინახოთ ხოლმე და საწუწუნო რაც გვაქვს. იმიტომ რომ წუწუნი ასევე რაღაცა კუთხით სოციუმში ჩვენ ადგილს გვაკავებინებს, ხო? იმიტომ რომ რაღაცებს რო ვწუწუნებთ, ანუ წუწუნიც არის ერთგვარი თვითრეალიზების გზა, ხო? ანუ ადამიანს ვამცნობთ ჩვენ რა არ მოგწონს და ჩვენთვის რა არ არის მისაღები და ესეც თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ეგოსთვის სასიამოვნო პროცესი არის. მაგრამ თუ იმაზე დავიწყებთ კონცენტრირებას რეალურად რა მოგწონს, ანუ ჩვენი ტვინი გაიწურთნება ზუსტად ისე, როგორც ახლა არის გაწურთნილი იმ ბრინჯის გარნირზე, რომელიც არ მოგწონს. და
ამას თუ რეგულარულად გავაკეთებთ ავტომატურად რაღაცა დროის განმავლობაში და როგორც მეცნიერები და ბიოლოგები ამბობენ, ეს არის 28 დღე და ნუ ასტროლოგიურად თუ ვიტყვით 1 მთვარის ციკლი, ანუ იგივე 28 დღე 1 თვე, ხო? ანუ თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ 30 დღის განმავლობაში, რომ ყოველ დღე უბრალოდ გააზრებულად ყურადღება იმას მივაქციოთ, ნებისმიერ რაღაცაში აბსოლუტურად, აი, რაც არ უნდა რაღაცა არ მოგწონდეს, იმაში აუცილებლად რაღაცა მოგეწონება და თუ ჩვენ ტვინს მაგაზე გავწვრთნით რეალურად რა მოგწონს. იმ თუნდაც პატარა რაღაცა უსიამოვნებებში, ან თუნდაც დიდ უსიამოვნებაში ხო, რომ აი მაგალითად როგორი ცუდი დღეც არ უნდა გქონდეს, როგორი დატვირთული, საერთოდ თქვა სამსახურიდან გამოგიშვეს, არ ვიცი, ყველაფერი ცუდად მიდის, მაგრამ შეიძლება რომ აი იმ დღეს მაგალითად აი ესე ბუნებრივად უბრალოდ ძალიან ლამაზად გაქვს თმები. ისე რომ შეიძლება არც დაგიყენებია განსაკუთრებულად და არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებია, მაგრამ აი განსაკუთრებულად განსაკუთრებით ახლა გოგოებისთვის იქნება ეს ნაცნობი, რომ აი ძალიან კარგად რო გიდგას თმა, ეს ხო დამატებით იმხელა სიამოვნებას გაძლევს იმ დღის განმავლობაში, რომ აბსოლუტურად ყველაფერს განსაკუთრებული სიამოვნებით აკეთებ. ხო და ხო შეიძლება რომ აი რაღაცა ძალიან ისეთი ხდება, რაც განერვიულებს ან ნუ ეს კიდე ცალკე თემაა, რომ არაფერი არ არის წესით სანერვიულო, ჩვენ ნერვიულობთ, თორე ეს ჩვენი ტვინის ხაფანგი არის, მაგრამ ნუ თქვათ რაღაცა მოვლენები დაალაგდა, რომელიც ამ მომენტში არ ვიცი როგორ გადავწყვიტო, შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ აი უბრალოდ ლამაზად რო დადგა დილიდანვე თმები, ხო ძალიან სასიამოვნო დეტალი არის და თუ მივაჩვევთ ჩვენ ტვინს, რომ ეგეთი დეტალები დავიჭიროთ და ჩვენ ტვინს გავწვრთნით მაგაზე, რომ ყველაფერში დავინახოთ ის, რაც ჩვენ მოგწონს, ხო? ჩვენ თვითონ უფრო გავხდებით მადლიერები, აღმოვაჩენთ, რომ თურმე ძალიან საჩუქრები მოდის ჩვენს ცხოვრებაში და მართლა ლანგარზე დალაგებული ჩვენი ოცნებები და სურვილები მოაქვს სამყაროს ჩვენთვის, აი პირდაპირ, როგორც საყვარელი ადამიანი ლანგრით საწოლში მოგიტანდა საუზმე, ზუსტად ესე მოდის ლანგრით სამყაროს სასწაულები. უბრალოდ, ნუ ბრინჯიც მოყვება, რომელიც შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ არჩევანი გაქვს თუ გინდა, ნუ მიატან და მოდი დღეს უბრალოდ ეს ინფორმაცია და ეს ტვინის ახალი ნეირონი გავაჩინოთ გონებაში, რომ ნებისმიერ რაღაცა, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოდის და არ გსიამოვნებს, ანუ შეგიძლია არ შეატანო, შეგიძლია არ მიირთვა და შეგიძლია არ მიიღო და უბრალოდ მიირთვა ის, რაც მოგწონს და იმისთვის, რომ მიირთვა ის, რაც მოგწონს, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ტვინის იმაზე ყურადღების გაჩერება, რაც ჩვენ მოგწონს და ამას სჭირდება გაწვრთნა, მაგრამ თუ ყოველდღე გააკეთებთ მაგას და პატარ-პატარ რაღაცების დაფიქსირებას დაიწყებთ, აი დამერწმუნეთ, აი მოდით ერთი თვის მერე, ვინც ამ პრაქტიკის გაკეთებას დაიწყებთ და დამიკომენტარეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში მართლა სასწაულები არ დაიწყება. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თქვენ დაიწყოთ ამ პრაქტიკის კეთება, იმიტომ რომ ისედაც ეგრე ხდებოდა, უბრალოდ თქვენ ვერ ხედავდით და როგორც კი შემჩნევას დაიწყებთ, ცხოვრებაში ზოგადად ესეა. რასაც უფრო მეტ ყურადღებას აქცევთ, ზუსტად იმისგან გენერირდება თქვენი ცხოვრება და შესაბამისად, რასაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ ამ შემთხვევაში იმ რაღაცებს, რაც გსიამოვნებთ და მოგწონთ, თუნდაც იმ გლობალურ და დიდ საკითხებში, რომელიც არ მოგწონთ, თქვენი ყურადღება მაგაზე გაიწვრთნება და მერე თქვენი ცხოვრება ეგეთი რაღაცებისგან იქნება დაკომპლექტებული. მოკლედ დღევანდელი დღის აზრი და სათქმელი არის ის, რომ თუ თქვენ ცხოვრებაში ახდენილი ოცნება და სასწაული ან სურვილი მოდის ლანგარზე და ღმერთი პირდაპირ ლანგრით გაწვდით საწოლში დილით, ეხა ბრინჯი თუ არ მოგწონთ და მოყვება, მოდი მაგას ნუ შეატანთ და ისიამოვნეთ იმ მთავარი კერძით, რომელზეც ოცნებობდით.